სახელითა მამისათა, დadzისათა, დაწმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ძალიან ცნობილი ისტორია წავიკითხეთ სახარებიდან. შეპყრობილი კაცის განკურნება, რომელიც დარბოდა სხვადასხვა უწმინდურ ადგილებში, საფლავებში ცხოვრობდა, ჯაჭვებით აბავდნენ, მაგრამ წვეთდა. მათეს სახარებაში აღწერილია ორი ასეთი ეშმაკეულის ამბავი. ხოლო სხვა სახარებაში არის მხოლოდ ერთი. ხა წინააღმდეგობა არ გახლავთ, იმიტომ რომ ამ ორთაგან ერთ-ერთი იყო გამორჩეულად შეპყრობილი. და როდესაც მაცხოვარი ეკითხება, რა არის სახელი შენი, ის პასუხობს, ლეგიონი, ანუ ბევრნი ვართ ჩვენ, ლეგიონერები იყვნენ ჯარისკაცები, რომის ჯარისკაცები, ანუ კრებული, ასეული ან ათასეული ლეგიონერები. და თქვენ იცით, როგორ სრულდება ეს ამბავი განკურნებისა. მაცხოვარი უბრძანებს ამ ეშმაკებს, რომ წავიდნენ ღორების კოლტში და კოლტმან მან ღორებისამან შთავარდა კბოდესა მას და დაიხოცა. აი ეს ისტორია არის წარმოდგენილი დღევანდელ დღეს. ახლა ჩვენთვის რა შეიძლება აქედან ავიღოთ? შეპყრობილობა, რამოდენიმე განხილვა შეიძლება ვაწარმოოთ ამ შეპყრობილობასთან დაკავშირებით. აი შეიძლება კაცმა ასეთი კითხვა დასვას. რატო დღეს არ არის ასეთი მდგომარეობები? როგორც სახარებაში აღწერილი, დარბის კაცი შეპყრობილი, ორი თან გერგესებელი და დღეს რატო არ არის ასეთი მდგომარეობა? აი ოდნავ ჩვენ თუ გადავხედავთ განმარტებას წმინდა მამების მიერ, არა ამ კონკრეტულად ეპიზოდისა სახარებისეული, არამედ ზოგადად სწავლებას მაცას, ჩვენ მივხვდებით, რომ თითოეული ჩვენგანი არის მეტნაკლებად ასეთი გერგესებელ მდგომარეობაში. რას გულისხმობთ ამით? ეშმაკისეულობა არის ვნების მოყვარეობა. აი, როდესაც ადამიანი თავისუფალი არ არის, ოღონდ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვათ, პოლიტიკური თავისუფალი კი არა. და რაღაცა კიდე ფსევდო თავისუფლებები როა დღეს გავრცელებული. ამ თავისუფლებაზე არ არის საუბარი აქ. თავისუფალი ვნებისაგან. სანამ ადამიანი რომელიმე ვნებას დამორჩილებულია, იქამდე თავისუფალი არ არის. და აქ კი არ მთავრდება სწავლება მამათა. აი, რამდენადაც შენ დამორჩილებული ხარ ვნებას და უკვე გიყვარს იგი, შენი შეიძლება ითქვას მეორე მეხდება ეს ვნება, აი ამ კონკრეტული ვნების გამო შენ შეპყრობილი ხარ, ანუ ეშმაკისეული ხარ უკვე. ესე იგი, ვნების მოყვარეობა, ვნებით ცხოვრება და სიყვარული ამ ვნებისა, ეს არის ეშმაკისეულობის ტოლფასი. ტოლობის ნიშანი შეიძლება დაისვას. ეს წებელობა იქნება, მაგინებლობა იქნება, ვერცხლის მოყვარეობა იქნება ეს და განსაკუთრებით ამპარტავნება. აი წმინდა მამებთან თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რასაც ახლა ჩვენ ლაპარაკობთ. ეხლა ხანს გამოვიდა ასეთი დიდი მოღვაწის საქმითი თავები, ესე ეწოდება. დიდი მოღვაწე არის ესეთი სახელწოდებით, ცოტა რთული სახელი აქვს, ნიკიტა სტითატი. მე-11 საუკუნის, მეორე ნახევარში ცხოვრობდა. პირველ მეორე ნახევარში ცხოვრობდა.
სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის მოწაფე იყო ეს ადამიანი და ის ამბობს ასეთ რამეს საქმითი თავები, ასკეტიკური თავები. ეს რამეს ამბობს. აი ანგარებიანი კაცი მსგავსია მხეცისა, იმიტომ რომ უყურებს მეორეს თავის მოყვას, რომ მას წაგლიჯოს რაღაცა. მხეცისებრი ცხოვრებით ცხოვრობს ეს კაცი. მე შეიძლება მაქვს, მაგრამ შენ რომ მეტი გაქვს, ან შენ რომ მეტი არ ქონდეს, მაგრამ მე მეტი მინდა. და მხეცისებრ ვიქცევი მე, უნდა წაგლიჯო მე შენ. აი, ეშმაკისეული მდგომარეობა. რაში ჭირდება ახლა ამას ლეგიონი, მაინც და ლეგიონი ხარ გეყოლება. იმას ბევრი ვნება ქონდა და ერთი ვნებაც საკმარისია, რომ უკვე შემყრობილი ხარ ადამიანი. თავისუფალი არა ხარ. არა და ღმერთი თავისუფლებაა. შენში ჩადო თავისუფალი უნარი. ყველაზე დიდი უნარია, ჩვენ ცოტა ხანში ვილაპარაკებ თავისუფლების გაგებაზე. მაგრამ მხეცისებრ ცხოვრობს ეს კაცი. ანგარებიანი კაცი. შეიძლება ადამიანი მეორე, ესე ვთქვათ, ხარისხი რო ავიღოთ. ადამიანი ცხოვრობდეს სხვა ქვედამზიდველი ვნებებით. ხორციელი ვნებები, რასაც ეწოდება. აი ეს წმინდა ნიკიტა ამბობს, რომ თუ პირველი არის მხეცისებრ მცხოვრები, მეორე არის პირუტყვისებრ მცხოვრები. პირუტყვს გამრავლება რომ მოუნდება, ის ვერ ფიქრობს, ის ნორმალურია, ზნეობრივია, ზნეობრივი არ არის. ის ესე იგი პირუტყვისები მოღვაწეობაა ეს, ცხოვრებაა. ადამიანი, რომელიც მხოლოდ ამით ცხოვრობს, ეს არის პირუტყვისებრი მდგომარეობა. თუ პირველი მხეცისებრი, მეორე პირუტყვისებრი. და აი მესამე ყველაზე მძიმე მდგომარეობაა. მესამე კატეგორიის ხალხი უშუალოდ ეშმაკისეული რო ეწოდება მას. და ღმერთი თუ მხოლოდ ღმერთი უშველის ასეთ კაცს, ეს არის ვნება ამპარტავნებისა, პატივმოყვარეობის და ცუდმედიდობისა. ყველაზე ფსიქიკურათაც ეტყობა ასეთ ადამიანს. ყველაზე არანორმალური ფსიქიკით ადამიანი არის ამპარტავნულ მდგომარეობაში კაცი. იმიტომ რომ მას ყოველთვის მართალი გონია საკუთარი თავი. ის ჭკუაზე ვერ არის. ის არასოდეს არავისას არ ისმენს. და იმას თუ ღმერთმა არ უშველა, ვერავინ ვერ უშველის. მაგრამ მიიყვანა საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე ადამიანმა. რომ ეშმაკისეული იყოს. ეს ხო ნელ-ნელა ყალიბდება ადამიანში. ერთს არ მოვისმენ, მეორეს არ მოვისმენ, რაღაცა ჭკვიანური ვთქვი და ამაზე მაქვს მთელი შენობა ჩემი ცხოვრებისა აგებული. ნახე როგორი ჭკვიანური ვთქვი. დანარჩენი უჭკუო რა ილაპარაკა 50%, ამას არ უყურებს. აი 50-ს უყურებს რა ჭკვიანური თქვა. და თანდათანობით ამ 50 უჭკუოსი ემატება 10, 20 და მერე 100% უჭკუობა. შეიძლება 1% იყოს ჭკვიანური ამპარტავანი კაცის ნათქვამიდან. 99 უჭკუოა. იმას გონია რომ ჭკვიანია, აი ამაშია საქმე. ეს არის უშუალოდ ეშმაკისეული მდგომარეობა. ნიკიტას ტიტატის მიხედვით. ამ უდიდესი მოძღვრისა. ეს ერთი მომენტი, ესე იგი ვნებები რომ ეშმაკებია, ეს გამონაკლისის გარეშე, ორი აზრის გარეშე, ყველა წმინდა მოძღვარი ამბობს. აი ჩამოგითვლით თუ გნებავთ და თქვენ თვითონ გადახედეთ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, საქმეთი და ღვთისმეტყველებითი თავები ნახეთ. წმინდა მაქსიმი ამსარებელი, სიყვარულის შესახებ ან განგებულების შესახებ თავები. წმინდა პეტრე დამასკელი, ასკეტიკონი, მოღვაწეობითი თავები.
და უამრავი ასეთი. ნიკიტას ტიტატი ვთქვით, გრიგოლ პალამა და რომელი ერთი. ყველა ამას ლაპარაკობს აბსოლუტურად. ამიტომაც ადამიანი იმის ადამიანია, რომ თავისი მოთხოვნილებები, ანუ აქ საუბარია რა თქმა უნდა არ არის იმაზე, რომ გშივდება ადამიანს, რატომ შივდებაო, ან რო წყურდება და როცა დაუშვათ სოლს მოიყვანა გამრავლებისთვის, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ შენ უვნებო უნდა იყო ამ კუთხით. აქ საუბარია, როდესაც ადამიანი შეპყრობილია ამით ცხოვრობს მხოლოდ. ესე იგი, თუ შივდება მაინც და მაინც ნაყროვანებაში უნდა იცხოვროს და არა დაკმაყოფილება ელემენტარული შიმშილისა და ასე შემდეგ. როდესაც შეპყრობილია ლოთობით, შეპყრობილია ანგარებიანობით, შეპყრობილია სიძვით, ან კიდე სხვა უამრავი გაუკუღმართებით, აი ამ მდგომარეობაზეა საუბარი მხოლოდ. და რა ის რომ ადამიანს რა მოთხოვნილებებიც აქვს, ეს დაიკმაყოფილოს ადამიანურ დონეზე. ეს არ არის შეპყრობილობა. შეპყრობილობა ცხოვრებაა ვნებაში. აი კაცი რომელიც მოთამაშია, ის ცხოვრობს ამით, ის მეორე მეა. ვერ წარმოუდგენია ამის გარეშე ცხოვრება ასეთ ადამიანს. ან ფული მეტი ჭკუ არ აქვს, მარტო ფული ჭირდება და იმიტომ კი რომ რაღაცა დაისვენოს, დაასვენოს ოჯახი, რაღაცა მართლა შეიძინოს, ამიტომ არა. ფულის გამო. აი ეს არის შეპყრობა ამ მდგომარეობით. ეს ერთი, ეხლა მეორე, რა ახასიათებს კიდევ ეშმაკისეულ მდგომარეობას? პიროვნება ქრება თითქოს ადამიანისა. და უკვე ვახსენეთ. როდესაც მაცხოვარი ეკითხება რა არის სახელი შენი, ეს კაცი კი არ პასუხობს რა არის მისი სახელი. პასუხობს ეშმაკი მისი ბაგეებით. ესე იგი, ფაქტობრივად მაცხოვართან საუბარი არის ეშმაკისა და მაცხოვრისა და არა ამ პიროვნებისა. ესე იგი, შეპყრობილი ვნებით კაცი პიროვნული კი აღარ არის. არამედ არის მხოლოდ და მხოლოდ მშრომელი და მზრუნველი იმისათვის, რომ დაიკმაყოფილოს თავისი ვნებები. და მთელი ჭკუა მიმართულია ამისაკენ. მთელი მისი უნარი, ძალები, ინტელექტი, ყველაფერი. ანუ როგორც პიროვნება ქრება და ეშმაკი ელაპარაკება, რისთვის მოხვედი შენ ჩვენთან მაცხოვარს ეუბნება. უწინარეს ჟამთა ტანჯვა ჩვენდა. ეს ხო კაცის ნათქვამი არ არის, ეს ხო ეშმაკისეული სიტყვებია. ანუ ღადარინელი ეშმაკისეული მდგომარეობა ამ პიროვნების არის გამქრალი. პიროვნება გამქრალია ფაქტობრივად. საუბარი არის ეშმაკისა და მაცხოვარ შორის და არა ადამიანსა და მაცხოვარ შორის. როცა განიკურნება, გახსოვთ, ფერხთით დაუჯდება მაცხოვრის, გვერდით დაუჯდება და ესაუბრება მერე პიროვნება პიროვნებას. პიროვნება ღმერთს. მაგრამ მანამდე ასეთი საუბარი არ არის. გამქრალია ფაქტობრივად ამ ლეგიონერის, შეიძლება ვთქვათ, ამ შეპყრობილი კაცის პიროვნება. და მეტყველება არის ეშმაკისეული. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ახლა უნდა ბავშვები თუ ყავთ აქედან გაიყვანეთ, იმიტომ რომ ძალიან სიტყვები რთული იქნება და დეპრესიაში არ ჩავარდნენ. ყველაზე რთული მდგომარეობა. ეშმაკით შეპყრობილი, ანუ ვნებით შეპყრობილი კაცი, ანუ ეშმაკისეული მდგომარეობა. ადამიანს არ აცოცხლებს არასოდეს. ერთია რომ ლაპარაკობს არა პიროვნება, არამედ ეშმაკი. მეორე, ვნებები იგივე ეშმაკისეულობაა. აი მესამე ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეშმაკი ცდილობს რომ დაღუპოს ფიზიკურად ადამიანი.
და ეს ჩანს სახარებიდან. რა წერია სახარებაში? ჯაჭვებით აბამდნენ მას, მაგრამ წვეტდა და დაიკოდნ თავსათვისა. დაიკოდნ თავსათვისა ნიშნავს თანავე კრავდა, ნიშნავს, რომ თავს ურტყავდა ლოდებს. სანამ არ ეხეთქებოდა ეს თავი. ეშმაკი ცდილობს, რომ დაღუპოს, თვითმკვლელობამდე მიიყვანოს ეს კაცი. მაგრამ ჯერჯერობით გადაუჩა, მაცხოვარი რომ ვერ მოენახა, შეიძლება დაესრულებინა ასე ცხოვრება. და ეხლა გამახსენდა ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან პესიმისტური, ამიტომ თქვი ბავშვები არ გვინდა მეთქი აქ. ძალიან პესიმისტური ადგილი არის უმნიშვნელოვანეს მხატვრულ ნაწარმოებში დოსტოევსკისა. დოსტოევსკი საერთოდ პესიმისტია. პესიმისტური მწერალია, თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი დაშვებულია, ანუ ღმერთია გამოსავალი ყველაფრის აბსოლუტურად მისთვის. ეს სხვადასხვა რომანებში აქვს თქმული და აი ერთ-ერთი ყველაზე ალბათ რთული პესიმისტური გაგებით, რთული. წასაკითხად ყველა რთულია, მაგრამ გასაგებად თუ გაიგებ კაცი, მაშინ მიხვდები სიღრმეს ამ კაცის ამ მწერლისა. და ამ რომანს ეწოდება ეშმაკნი. აი თვითონ ეშმაკისეულობაზეა, ეშმაკნი აქვს დაწერილი ამ კაცს. ერთ-ერთი წიგნია მისი 5 წიგნეულიდან. იდიოტი ერთ-ერთი, გაცილებით ადვილია ამასთან. დანაშაული საჯელი ესეც ზღაპარია ამასთან. აი ყველაზე რთული ალბათ და თვითონ სახელწოდებაც ამაზე მეტყველებს, რომ აპირებს კაცი წერალი მოგვითხროს რა მდგომარეობა ეშმაკისეულობა. და სწორედ წანამძღვარი, ანუ სანამ დაიწყებს ამ თხრობას, არის წამძღვარებული სიტყვები დღევანდელი სახარებისა, სწორედაც. და ჩავიდა ქვეყანასა გერგესეველთასა მუნ იყო კაცი, რომელსაც ლეგიონი ეწოდებოდა და ასე შემდეგ. ესე რომანს სანამ დაიწყებს მწერალი წერს აი ამ ეპიზოდს. და რისი თქმა უნდა ახლა ამით? ამ რომანით რისი თქმა უნდა? რომ ეშმაკები კი არ დაფრინავენ სადღაც. სადღაც აბსტრაქციაში კი არ იმყოფებიან. ეხლა მე დაგიწერთ ისეთ პიროვნებათა ისტორიას, რომლებიც შეპყრობილები არიან ეშმაკით. მაგრამ ეს ხალხი ბრიყვი ხალხი კი არ არის. ეს ხალხი უჭკვიანესი ხალხია და ისე დაგისაბუთებს ცხოვრებას, რომ მოგანდომებს თვითმკვლელობას. აი წარმოიდგინე რა რთულ ვითარებას აღწერს მწერალი. ერთ-ერთი მრავალი ეშმაკისეული არის მათ. ვერხოვენსკი მაგალითად მთავარი ამ ბანდის წევრი. არის სტავროგინი, პედოფილი, უსაშინელესი კაცი. და არის კირილოვი, თვითმკვლელი. თავს მოიგლავს მერე. აი ესეთი ხალხი ყავს აღწერილი. თუ მზად არ არის, კაცი არ უნდა წაიკითხოს ეს რომანი. ურთულესი ამბავია. ეხლა მე მოგითხრობ ძალიან ზოგადად ეშმაკით შეპყრობილი კაცის მდგომარეობა ტვინში რა იხარშება მისი. კირილოვი მოწადინე იმისა, რომ კაცობრიობა უნდა გაწყდეს, ფილოსოფოსი კაცია. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმას გავაკეთებ, რომ დოსტოევსკი ამას კი არ ემხრობა, აღწერს ფილოსოფიას ეშმაკით შეპყრობილებისას. და ერთ-ერთი პერსონაჟის ეშმაკისეული დასკვნები. ლოგიკური. ეს დაიკოდნ თავსათვისა და კი არ დარბის საფლავში კი არ ცხოვრობს. საზოგადოების წევრია. ფილოსოფოსია. მიმდევრები ყავს ამ ხალხს. და კირილოვი აყალიბებს ფილოსოფიას
რომელიც თუ ღმერთი გამოაცალე, მართლა მიმდევარი უნდა იყოს შენ. ამბობს ასეთ რამეს. ახლა თავისუფლებაზე დავიწყე ჩვენ და თავისუფლებიდან იწყებს სწორედ კირილოვი საუბარს. აი ნახეთ როგორი ლოგიკაა. მე ხო თავისუფალი ვარ ყველანაირად. კი, ესაუბრება დიალოგია ეს. თავისუფალი ხარ ეუბნებიან. მე თუ თავისუფალი ვარ, მაშინ ყველაფერში თავისუფალი უნდა ვიყო. მაგრამ სად არის ჩემი თავისუფლება? როდესაც მე არ შემეკითხა, არავინ არ შემეკითხა, მინდოდა ამ წუთის სოფელში ცხოვრება თუ არა. მე მშობელი შემეკითხა, აქ რომ მომავლინა? სად არის ჩემი თავისუფლება? არავის არ უკითხავს, შენ გინდა აქ ცხოვრება თუ არა. მაგრამ კარგი, ეს წუთი სოფელი რომ 60 იყოს, კიდე გასაგებია. და სად შემომიყვანა მშობელმა? კირილოვი ამბობს. სამყაროში, სადაც არის შიში და ტკივილი. შიში და ტკივილი. კაცი რატო არ იკლავს თავს? კირილოვი აგზელებს. იმიტომ რომ ეშინია, რომ ეთკინება. და მეორე, ეშინია მომავალი ცხოვრებისა. მაგრამ მე ხო ათეისტი ვარ, ამბობს იგი. მე იმისი არ მეშინია. მე მეშინია ტკივილისა და შიშისა. მეშინია. ეს მე მტანჯავს. ნახეთ გადასვლა როგორი აქვს. რა წამს კაცი გადალახავს შიშსა და ტკივილს, მაშინ ხდება საკუთარი თავის ღმერთი იგი. ეს ჩვენი ადამიანობა, ჩვენ რაც ვართ ადამიანები, ეს ნახევრად ადამიანები ვართ, ამბობს კირილოვი. აი კაცი ის არის, მომავალი კაცი, აი ზეკაცი ნიჩემ აქედან აიღო ეს. უნამუსო კაცი, სხვაგვარად რო ვთქვათ, ნიჩესი უკვე. აი კაცი ის იქნება სრულყოფილი, რომლისთვისაც ცხოვრება და სიკვდილი ერთი და იგივე იქნება. ანუ ზეკაცი საკუთარი თავის ღმერთი, ანუ სრული თავისუფლების მქონე კაცი არის ის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს დაამთავრებს. რატო? იმიტომ რომ მე ხო არავინ მკითხა, გინდოდა თუ არა ყოფნა შენ. მაგრამ მე, რომელმაც გადავლახე შიში და ტკივილი, საკუთარი თავის ღმერთი რო გავხდი და ღმერთი თავისუფლებაა. მე დავასრულებ ჩემ ცხოვრებას. ახლა მიდით თქვენ და ესეთ ხალხს ელაპარაკეთ ქრისტიანობაზე. ვინ დაარწმუნებს, რომ არ არის სწორი? და თან ღმერთი არ აყავს. დოსტოევსკის რის თქმა უნდა, რომ ასეთი ფილოსოფია, თავისუფლების ფილოსოფია, ნახეთ, მე შემომიყვანეს არავიდან მეკითხება, დეტერმინიზებული ვარ, დაქვემდებარებული შიშსა და ტკივილს, მე არ მინდა ეს ყველაფერი. და თუ თავისუფლება მინდა, მე უნდა დავამთავრო ჩემი ცხოვრება. ამით მე ღმერთი ვიქნები საკუთარ, მე გადავწყვიტე ჩემი ბედი. ღმერთმა კი არ გადაწყვიტა, მე გადავწყვიტე ეს. აი ეს სრული თავისუფლება. ეს არის მიზანი ცხოვრებისა, ამბობს კირილოვი. რისი თქმა უნდა დოსტოევსკის ერთი მხრივ, რომ თუ ღმერთი არ არის, აი საკუთარი თავის ღმერთი იქნები შენ. დაბნეული და კირილოვი წახვალ იქ, სადაც უღმერთო ხალხი მიდის. ერთადერთი გამოსავალი ცხოვრებაში არის ის, რომ შენ მიზანს ღმერთში ხედავდე, რომ შენ თავისუფალი იმდენად ხარ, რამდენადაც ხარ ღმერთის მონა. აი ჭეშმარიტი თავისუფლება და სიყვარული სიცოცხლისა, აი ამას ნიშნავს, რომ დაქვემდებარებული ხარ ღმერთის ნებაზე. და თუ ესი არ არის,
აი, კირილოვის გზა. მერე არიან ეშმაკები, ვერხოვენსკი და სტავროგინი პოლიტიკური გაგებით. აქ პოლიტიკას ქმნიან. მერე რომელიც გადაიზრდება კომუნიზმში. ეს ცალკე აღწერილობა აქვს დოსტოევსკის, მაგრამ ეგზისტენციალური პრობლემა კირილოვის პერსონაჟში ჩადო. ყველაზე რთული პერსონაჟია, ყველაზე რთული გმირია ამ რომანისა. ამიტომაც ამ წერალმა გაგვაჩვენა რა, რომ მაინც და მაინც გერგესეველთა ქვეყანაში კი რომ ცხოვრობდე, რომ დაინახო ეშმაკისეული ხალხი. შენ გვერდით ცხოვრობენ ასეთები, რომლებიც თვითმკვლელობას ფილოსოფიურ დონეზე განიხილავენ. ამბობს კირილოვი, ბევრს თავი მოუკლავსო, მაგრამ შიშის გამო მოუკლავს. მე შიშის გამო არ ვეუბნები, რომ თავი უნდა დავიხოცოთო. ფილოსოფიის გამო. ანუ მე რო თავისუფალი ვარ, ჩემი მაქსიმალური თავისუფლება იქნება ასეთი დასკვნა. ახლა კაცი, რომელიც მომზადებელია და ამ რომანს კითხულობს, რა ჭკუაზე იქნება, ან საერთოდ გადაძდებს, იტყვის რა სისულელეები წერია, ან ისე განიხილავს, როგორც ქრისტიანი კაცი უნდა განიხილავდეს. ეს არის მაღალი დონე. ამაზე მაღალი დონე არ არსებობს მხატვრულ ლიტერატურაში. ამიტომაც შემდგომ მე-20 საუკუნეში ყველა ფილოსოფოსი, ჯერ ნიჩედან რო დავიწყოთ, ჰაიდეგერი, სარტრი, კამიუს სიზიფეს მითში ერთ-ერთი თავი კირილოვზე არის პირდაპირ. ყველა იკვებება დოსტოევსკის ამ რომანით. ან პესიმისტურად, ან დადებითად, ოპტიმისტურად. გამოსავალი სად არის? ამიტომ გითხარით, რომ ბავშვების მოსასმენი ეს ამბები არ არის. ამას გადახარშვა ჭირდება ტვინში და მრავალი ფიქრი, რომ თუ მე ღმერთის რწმენა არ ვისწავლე, ვიღაცა ეშმაკისეული აი ესეთი ფილოსოფიით მოვა ჩემთან, ან ჩემ შვილთან და მეტყვის, შენ თავისუფალი ხარ, შენ საკუთარი თავის ღმერთი ხარ, შენ ზეკაცი ხარ. თუ ასია, მაგერ გამოსავალი ერთია. კირილოვის გამოსავალი. რაც შეპყრობილობაა და არა ღვთისმოსაობა. ასეთი პერსონაჟები აქვს მრავალი, თავისი ფილოსოფიით, ეშმაკები, ამიტომაც დაარქვა ბესი, აი, ხორცშესმულები, ფილოსოფოსები, უჭკვიანესები. რაზედაც ვისგანაც ჩვენ შორს უნდა ვიღოთ, რა თქმა უნდა. და ერთადერთი შორს ყოფნა არის ღმერთთან ყოფნა. სხვაგვარად ასეთი ფილოსოფიის ხალხი გადაგვივლის ჩვენ. გაგვანადგურებს. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიქნებით ამისთვის მზად. ღვთისგან მოცილებული კაცი არასოდეს არ არის მზად არაფრისთვის. და აჩვენა დოსტოევსკიმ ამ თავის რომანში ეშმაკნი. თუ დრო გექნებათ და მონდომება და ძალები, ამას მართლა ძალები ჭირდება, ვისაც წაკითხული არ გაქვთ, მე დარწმუნებული ვარ, მრავალ წაკითხული გაქვთ, მაგრამ მაინც გადახედეთ, მაინც აიკითხეთ ეს. იმიტომ რომ თანამედროვეობაზია ეს ფაქტობრივად მითითება და მინიშნება. დაგლოცოთ ღმერთმა, ჯვარი გეწერო და ვნებებისგან დაგცალოს უფალმა, შეძლების დაგვარად.